სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც კოვიდის დროს, პანდემიის დროს 2020 წლის 19 აპრილს იქნა ჩაწერილი. ეს არის 72 ნაწილი და რაც გადავხედე მე, ვიდეო არ არის. ეს არის აუდიო, იმითი ჩაწერილი და ალბათ რადიოში გავიდა და ტექსტობრივად დადებული არის. ასე რომ კითხვებს კითხულობს, მოწერილ კითხვებს ბატონი ჯონი და პასუხობს, რაც ძირითადად კოვიდთან იქნება ალბათ დაკავშირებული. მეორე კითხვაც ესეთია: ინტერნეტ სახურების დროს როგორ მივიღოთ მონაწილეობა ტრაპეზში, ანუ ზიარების რიტუალში. იცით რომ ბევრი ეკლესიები გადავიდა, შემდეგ კითხვაც იქნება იმაზე, რამდენად სწორია ეკლესიები რო გახსნილია. ჯონ მაკარტურის ამ დროს არ არის გახსნილი, იმიტომ რომ მან დაელოდა მორჩილად, რასაც შტატის კანონი გადაწყვეტდა და ელოდებოდა და ჩვენ გვეგონაო რომ ეს მასობრივი იყო, ძალიან ბევრი და საშიშროება იყო და როცა დაინახო არ არის სხვა შტატებში, ტეხასში, ფლორიდაში, ბევრგან არ დაკეტეს, იმიტომ კაცრი კანონი არ იყო, ინდივიდუალურად შტატებს მიცეს ამის უფლება. და ჯონ მაკარტური მიხედავ იმისა, რომ მაინც არ გახსნის გუბერნატორი გევინ ნიუსამი, იცით ხომ, ამას დაუპირისპირდება სასამართლოში ეკნება ჩიული და დონალდ ტრამპის ადვოკატი დაიცავს მაგ დროს ჯონ მაკარტურს, მე რაც ვიცი, სასამართლო პროცესში და მოიგო ეს სასამართლო პროცესი. ეს დევიდ ნიუსამი, გევინ ნიუსამი არის ძალიან პოპულარული პიროვნება, კალიფორნიის გუბერნატორი, რომელიც აპირებს პრეზიდენტობას. და ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჯონ მაკარტურს, ასე რომ მოდით მოვუსმინოთ ახლა ჯერ ზიარებას და მე სხვა კითხვებსაც მოვისმენთ შემდეგ. კარგით, კიდევ რამდენიმე კითხვა გვაქვს, ამიტომ მოდით გადავხედოთ მათ და მადლობა თქვენ გამოგზავნისათვის. მადლობა სიხლის ჯონ მაკარტური. კითხვა ჯასტინისგან. როგორ უნდა მივდგეთ ზიარებას ამ პანდემიის დროს, როდესაც ეკლესიები ონლაინ მსახურებაზე გადადიან? ვიცი რომ ზოგიერთ ეკლესიას აქვს დაწყებული ონლაინ ზიარება. წავიკითხე ამის რამდენიმე საკმაოდ უცნაური მაგალითიც. აირჩიე შენი სასმელი, ყველის კრეკერი პირველად შეხვდა ახლა ქართულშიც კრეკერი გატეხვას ნიშნავს, crack, გატეხა რა. და ქართულად ისევ კრეკერი დაუტოვია ბერს ყოველ იმაში, მაგრამ მე ჩავიხედე ლექსიკონში ხრამუნაპური. ხო და ძალიან ძნელია ხო ორი სიტყვი და იმითი განმარტებით იცით ხომ ეს პეჩენიისგან განსხვავდება, მას სიტყვი არ გააჩინე, სხვადასხვა გემოაქვს უკვე საქართველოს შემოსულა ხო? ჯამფთელი კრეკერი. ჯონ მაკარტური ხა ხმარობს ამას, იმიტომ რომ იცით რომ კრაკერს აგავს განსაკუთრებით კათოლიკური პურები და რა თქმა უნდა ესენიც იყენებენ, ხლა ზოგი დაჭრილ პურსაც იყენებს თავიანთი ზიარებისთვის. და ესენი ზოგი თხელი პატარა იმას იყენებენ, რომ დაურიგებენ პატარა ღვინის იმასაც და ღვინოს არ იყენებენ, წვენს იყენებენ, წითელი ყურძნის წვენს. რომელიც ახლა ძნელი საშუალებაა სხვათა შორის აქ უკვე ჩვენ ჩურჩხელასაც ვაკეთებდით მაგითი და უკვე აღარ იშოვნება ის ყურძნის წვენი, რომელიც ძალიან მასიურად იყო და ბევრი ეკლესიები ამას იყენებდნენ, ხოვა მოთხოვნილება ძალიან დიდი არის. და აგრძელებს ჯონ მაკარტური, აიღე შენი ხრამუნაპური, გააკეთე ის, რაც გინდა. ზიარება უფლის გარშემო შეკრებაა და ისეთი მარტივი არ არის, როგორც მარტო პურის ნაჭრის გატეხვა და თქვენი სასურველი სასმელის ფინჯანში მიღება. უფლის ტრაპეზი ზიარება ეს ეკლესიის კოლექტიური გამოცდილებაა. სინოდულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეში მე-11 თავში არის ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე გვხვდება, როდესაც ერთად იკრიბებით. პავლე ამას არაერთხელ ხაზს უსვავს და აღწერს უფლის ტრაპეზს. ცხადია ეს შექმნილია იმისათვის, როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიბებით. ეს არის ეკლესიის კოლექტიური ცხოვრების დრო. ეს არის ურთიერთპასუხისმგებლობის დრო. ჩვენ როგორც ინდივიდებმა მუდმივად უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. ყოველთვის უნდა მადლობდეთ უფალ ქრისტეს ჯვარზე გაღებული მსხვერპლისათვის. ჩვენ ყოველთვის იმედი გვაქვს, როგორც ყოველდღიურ მორწმუნეებს, რომ გვახსოვდეს იესო ქრისტე, რაც მან ჩვენთვის გაიღო მსხვერპლი. და მისი აღდგომის დიდება. და რადგან ჩვენ მასში მოვკვდით, ჩვენ ასევე ავდგებით მასში. ეს არის ჩვენთვის სიცოცხლე. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ქრისტეს თაყვანისმცემლები. ჩვენ სინამდვილეში 24 საათი, 7 დღის განმავლობაში ვადიდებთ ჩვენს ყველა შეგნებულ მომენტში, ჩვენ ყოველთვის უფალს ვაყენებთ ჩვენს წინაშე, როგორც დავითმა თქვა, რომ მთელ ცხოვრებას ხედავთ მისით
და მისი დიდებით. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვადიდებთ მას. ჩვენ ასევე როგორც პირველი იოანეს წერილში, პირველი თავის მეცხრე მუხლშია ნათქვამი, ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს და ამიტომ ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მათი ცოდვები ეპატიება. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ჩვენ ვართ ჭეშმარიტი აღსარებლები და შეგვიძლია ამის გაკეთება და ამას გავაკეთებთ და ამას რეგულარულად, რუთინულად ვაკეთებთ ჩვენ ცხოვრებაში, რადგან ეს არის ის, რაც ქრისტიანებმა უნდა გააკეთონ. ქრისტიანები განუწყვეტლივ ამბობენ: მე რა უბედური ვარ, ხომ? გასწოთ პავლე ამბობს ამას, ხომ? ვინ დამიხსნის ამ ცოდვისაგან? ამავდროულად ისინი აღნიშნავენ ქრისტეში მათ მიერ მიღებულ პატიებას, მაგრამ ზიარების სუფრა, ეს კონკრეტულად ეს ტრაპეზი, ეს არ არის უკვე ინდივიდუალური გამოცდილება. ზიარების სუფრა ეს არის ის, როდესაც ეკლესია კოლექტიურად იკრიბება და ყველა გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს მის გარშემო ყოფი ყველა ადამიანის წინაშე. ჩვენ ყველანი ვიკრიბებით და ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს და ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი ცოდვები არ არის იზოლირებული, რომ ჩვენ ამ კრებაში ვართ, ეკლესიის ამ ცოცხალ ორგანიზმში და ჩვენი ცოდვები არა მხოლოდ ჩვენზე მოქმედებს, არამედ მოქმედებს ჩვენს ირგვლივ მყოფებსაც, ამ დიდ ქრისტიანულ ოჯახზე, რომელსაც ეკლესია ქვია. და არსებობს პასუხისმგებლობის გარკვეული გრძნობა. არსებობს განცდა, რომ მე უნდა ვიყო გულწრფელი და უნდა მქონდეს პატიოსნება და გულში უთხრა ღმერთს სიმართლე მის შესახებ, თუ ვინ ვარ მე სინამდვილეში. და ამ კრების მოლოდინებსა და საჭიროებს ყველანაირად თვალი გაუსწორო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფლის ტრაპეზი ეს საკრებულოს ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ ეს კოლექტიური გამოცდილებას ეკუთვნის. მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეგიძლია. ბიბლია ამას არ გძალავს. ბიბლია არ ამბობს, რომ მამას არ შეუძლია ამის გაკეთება სახლში, ან ოჯახს მის არ გაუშეულება სახლში ეს გააკეთოს ინდივიდუალურად, მაგრამ ახალ აღთქმაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ან გამოცხადებული. ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ. ამიტომ ეს თაყვანისცემის კოლექტიური ასპექტია და ფორმაა. ამიტომ ჩვენ გვგრძნობთ, რომ უნდა დაველოდოთ მთელი ჩვენი საკრებულო შეკრებას, როცა აღდგება ჩვენი მსახურება, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს სიყვარულს უფლის მიმართ, არ ცვლის ჩვენს ინტერესს მისი ჯვრისა და აღდგომის მიმართ, მაგრამ ეს ჩვენთვისაა, როდესაც ერთად ვიკრიბებით, როგორც ნათქვამია, როგორც გითხარით პირველ კორინთელთა წერილში. მადლობა მოსმენისათვის.